ინკოგნიტოს მოგზაურობა პარიზში უამრავ დაუვიწყარ დღეს ითვლის, თუმცა ქალბატონ ელგასთან შეხვედრა და მისი ინტერვიუ განსაკუთრებული და ორიგინალური იყო. Გესაუბროთ იმ ქართველ მომღერალზე, რომელმაც საქართველოს სახელი პარიზში გაიტანა. Merci pour votre participation. Ah non, bravo. Merci. ცოტა რამ ქალბატონი ელგას შესახებ. ქალბატონი ელგა ფორჩხიძე დაიბადა ქალაქ თერჯოლაში 1974 წლის 7 დეკემბერს. საშუალო განათლება მიიღო ქალაქ თერჯოლის პირველ საშუალო სკოლაში 9 კლასის ჩათვლით. შემდგომ სწავლა განაგრძო ქალაქ ზესტაფონის მუსიკალურ ნიჭიერთა 10 წლებში. 1991-1990 წლებში მღეროდა თერჯოლის ბავშვთა ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლში მნათობი. 1990 წლებში ქალბატონი ელგა ასევე მღეროდა ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლში თავისუფლება. 1992-1999 წლებში სწავლა განაგრძო ქალაქ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო ინსტიტუტში მუსიკალური თეატრის სამსახიობო ფაკულტეტზე. მას სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებში, სატელევიზიო მუსიკალურ გადაცემებში აქვს მონაწილეობა მიღებული. 1991 წელს მოიპოვა პირველი პრიზი კონკურსში ჩვენ ვეძებთ ტალანტებს. ქალბატონი ელგა უამრავი პრიზის მფლობელია. 2009 წლიდან მან დაიწყო მოღვაწეობა საფრანგეთში. 2010 წლიდან კი გახდა პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიასთან არსებული საბავშვო სკოლის ქართველი პედაგოგი. Thank you.
როდესაც ქალბატონ ელგაზე ვსაუბრობთ, ვთქვათ, რომ 2012 წლიდან ის არის პარიზის ისტორიული კაბარეს, სამიუროს პირველი და ერთადერთი ქართველი მომღერალი. ინკოგნიტოს გადამღები ჯგუფი ესტუმრა კაბარეს და ქალბატონ ელგას დამსახურებით იხილა სცენა, რომელზეც დაიმკვიდრა თავი მომღერალმა. სამიურო. აი ხედავთ სამიურო. დიახ. ეხლა რატო არის ეს სამიურო? ეს არის ლათინური კვარტალი, ლათინური უბანი, სადაც სასამართლოებია, უზენაეს სასამართლო ამ უბანში და ყველა გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, აქ მიიღება და ესე იგი, როდესაც მოსამართლე განაჩენის გამოტანის დროს სამჯერ არ წავსულს, ამიტომ ქვია მოთხვამაიანო სამიურო. აქ ადრე იყო 50-იან წლებიდან ჯაზ-კლუბი, სადაც სოფიას ყველა უზარმაზარ ჯაზმენს დაუკრავს უმღერია, ბილი ჰოლიდეი, ელა ფიჯერალდი, ლუი ამსტრონგი, ყველა დიდს დაუკრავს და უმღერია. 50-იან, მე შემდეგ 80-იან წლებში ბატონმა ჟაკ ბონიმ იყიდა მთლიანი ტერიტორია და გადააკეთა ფრანგული და უпростоრად საერთაშორისო მუსიკის კაბარე. ანუ აქ ჟღერს ყველა ენაზე, აბსოლუტურად ყველა ენაზე მუსიკა. და რაც ჩემთვის ყველაზე სასურველი და სასიამოვნო იყო მოვისმინე თქვენი ვიდეოები და ქართულს აჟღერებთ ძალიან ხშირად ეს საქართველოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. პირველი ერთადერთი და პირველი ქართველი მომღერალი, რომელიც აქ მოიწვიეს სამღერლად და მე შემოვიტანე პირველად ქართული სიმღერები, რითაც ვარ ნამდვილად ძალიან ამაყი ისტორიაში პირველი ქართველი მომღერალი ამ ისტორიულ კაბარეს. მცირე ჩამონაცვალია იმ მომღერლების, ხედავთ ლინა სიმონი, ელა ფიჯერალდი, ლუი ამსტრონგი და რაღაც ყველა. ეს შემდეგი თაობები, მეც აქვე ვარ. შორს არა ვარ. ქალბატონი ელგას ყველაზე დიდი და დამაგვირგვინებელი წარმატება დაიწყო მაშინ, როდესაც თამარ ბართაიამ გადაიღო მასზე დოკუმენტური ფილმი. არაჩვეულებრივ საერთაშორისო ფესტივალზე ფილმის ჩვენების დროს ქალბატონი ელგა სპეციალურად ჩამოფრინდა პარიზიდან საქართველოში, სადაც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით შეხვდა ქართველი მსმენელი და მაყურებელი. ემოციის კულმინაცია კი ქალბატონი ელგასათვის იყო ის, რომ თავად ფილმის რეჟისორმა თამარ ბართაიამ მიართვა ყვავილები. 2019 წელს ცნობილმა დრამატურგმა და რეჟისორმა თამარ ბართაიამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ქალბატონი ელგას შესახებ, სახელწოდებით დილა მშვიდობისა თქვენ, ღამე მშვიდობისა მე. ფილმის ჩვენებას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. ქალბატონი ელგა ემოციებს ვერ მალავდა და მათთან შეხვედრისას სიხარულის ცრემლები ადგებოდა თვალზე. წარმატებული ინკოგნიტოელების ემოციები ღია და გულწრფელი იყო. დღემ ნაყოფიერად და პროდუქტიულად ჩაიარა ქალბატონ ელგასთან შეხვედრის შემდეგ. თქვა პროექტის ავტორმა და რეჟისორმა ჩვენი ტელევიზიის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა მანანა გაბიჭიძემ. თბილად დაიმშვიდობდნენ ქალბატონ ელგას და პირობა დადეს, რომ ისევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. 2026 წლის 16 თებერვალი ინკოგნიტოელების არქივში განუმეორებელ დღედ ჩაიწერება. გადაცემის კადრ სინქრონზე მუშაობდი მომავლის ტელევიზია ინკოგნიტო სტუდენტური ჯგუფის წევრი თიკა გურაშვილი. 2 წლიანი სწავლების შემდეგ მე როგორც ინკოგნიტოს კოლეგას მალე მიხილავ. დარწმუნებული ვარ, მიხარი, აი ყველა წარმატებული ქართველი მიხარია რა, რომ ჩამოვიდა, ხო ამდენ ქვეყანაში მოგზაურობ და სულ ამბობ. ნუ თუ დაივია სოფლიოში ისე ქართველობა, რომ კარგი წარმატებული ქართველი მოძებნო გადაიღო და ჩამოიტანო. და არ დაილევა და არ დაილევა. სულ ამბობ, ქართველების არის მთელი დრო. არა, თქვენ რამდენი ქართველი აქ ჯერ მედიცინაში ვერ წარმოიდგენთ. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეავდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574 50 0094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მანანა გაბიჭიძე.